დაწყებამდე ინტერნეტი კარგად მუშაობს, როგორც კი ჩავრთევ, მაშინვე პრობლემები იქნება. არ აუშვებს, უნდა არ გავბოროტეთ, არ ავყვეთ ამას და სიწყნარით, სიმშვიდით შევძლოთ, რომ ჩვენი სათქმელი ვთქვათ. ეს პარასკევის ტრადიციული გადაცემა. ფიქრობდი, რომ იქნებ დღეს ზედმეტიც იყო იმის გამო, რომ 3 საათზე, ჯერ 3 საათზე, მეორე 4-ზე, მერე 5-ზე უაღრესად მნიშვნელოვან ფიგურებთან მქონდა პირდაპირ ეთერი ტელევიზია ქართულ ტივიზე და ეს მრავალმხრივ მნიშვნელოვანი იყო ეს შეხვედრა გელათის შემდგომ. საუბარია პირველი შეხვედრა იყო დაკავშირებული სწორედ მსოფლიო სათვისტომოს შექმნასთან, ყოველთა ქართველთა მსოფლიო სათვისტომოს შექმნასთან. მეორე გადაცემა ეს უმნიშვნელოვანესი ჩემის აზრით დაკავშირებული იყო საქართველოს სულიერი მისიის საკითხი როგორ აქტუალურად დგას და მესამე გადაცემა არის თუ არა გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან. პირველ გადაცემაში ჩვენ ვიყავით, დააკვირდით თქვენ და ამას მინდა ხაზი გავუსვა. პირველ გადაცემაში ვიყავი ბატონ იგორ ჩხეიძესთან ერთად, ეს არის პიროვნება, რომელმაც ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს, იყო გამსახურდიას ხელისუფლების მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, მინისტრი და ვიცე-პრემიერი და ძალიან ახლო ურთიერთობაში ხელისუფლებასთან და მისი ოჯახი იყო სწორედ დიდ შეგრებათა ადგილი, როგორც ზვიად გამსახურდია მერო კოსტავა და ეს ეროვნული მოძრაობასთან დაკავშირებული პიროვნებები სწორედ მის სახლში იკრიბებოდნენ და მისი შვილი ზვიად გამსახურდია, მისი შვილის ნათლია ზვიად გამსახურდია, ამიტომ ეს თავისთავად ეს მნიშვნელოვანი ფიგურაა, მით უფრო რომ ავტორიტეტი მაშინაც ძალიან კარგი ქონდა და ისეთ კომუნიკაბელური კაცია და იმის მიუხედავად რომ პრაქტიკულად არ აღიარებს 92 წლის შემდგომ მოსულ არც ერთ ხელისუფლებას, ის თანამშრომლობს და საუბრობს ყველასთან და ვიმეორებ კომუნიკაბელურია, უკომპლექსო პიროვნებაა და ეს ძალიან სასიამოვნოა. ჩვენი საუბარიც პრინციპული იყო, კამათი იყო, რაღაც თითქოს უმნიშვნელო საკითხზე, მაგრამ მაინც კამათი ჰქონდა და ამ გადაცემას რომ ვნახავთ დარწმუნებით იმაში, რომ ის ცოტა სხვანაირად მოაზროვნე კაცია და სასიამოვნოა, რომ ასეთი ადამიანები არიან და ტელევიზიაში ჰქონდა საშუალება, რომ მასთან ერთად ვესაუბრა. ბატონი ალეკო ცინცაძე ეს არის უმნიშვნელოვანი ფიგურა, რომელმაც მათი მოდელირება გააკეთა ყველაფერი იმისა, რაც ჩვენ ქართულ ისტორიასთან არის დაკავშირებული და დაადასტურა უამრავი რამ, რომელიც ქართული ენას მის სიღრმეებთან არის, რომ ქართული ენა ყოველ სიტყვა კოდირებულია, ყოველ სიტყვაში დიდი კოდია, რომ ძალიან ბევრი რამ, რაც მსოფლიოში მოხდება, ძალიან მათემატიკური ფორმულებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის გამოყვანილი და ამ გადაცემას ვინც ნახავს, ყველანი დარწმუნდებით იმაში, რომ ძალიან დიდი მომავალი გვაქვს ჩვენ წინ და აი რატომ ვლაპარაკობთ ჩვენ საქართველოს სულიერ მისიაზე და რატომ ვლაპარაკობთ ერთობაზე და ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემაც ეს არის, მე ამ შესავალს რო გავაკეთებ. მესამე საკითხი, აი აქ მესამე საკითხში ჩვენ ვისაუბრეთ ბატონ ვალერი გელბახიანთან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მცოდნე იმისა, რაც საქართველოში ხდება, როგორც იტყვიან, ყველა ზვირჩი ერია 50 წლის განმავლობაში, რაც საქართველოში ხდებოდა, მონაწილეა ყველა პროცესის, რომელიც მნიშვნელოვანი იყო და კარგი ანალიზიც გააკეთა დღეს და ამავე დროს იცის მსოფლიო გამოცდილება და ხედავს გარკვეულ მომავალს. ჩვენ შევთანხმდით იმის თაობაზე, რომ მომდევნო პარასკევს 3 საათიდან დაიწყება გადაცემა ერთი კვირის შემდგომ და ის წარმოადგენს თავის ხედვას, მას აქვს თავის კონცეფცია, როგორ უნდა შედგეს ეროვნული თანხმობის პარლამენტი. თქვენ იცით, რომ მეცნიერთა კონგრესში არის ასეთი რამ, პრინციპულ საკითხში ისინი ერთმანეთთან სრულ ჰარმონიაშია, მაგრამ თქვენ მოისმენთ ორთავეს და რეალურად გექნებათ საშუალება, რომ რაღაც გვირჩიოთ და მე მგონი, რომ სწორი გზით მივდივართ, რომ ეროვნული თანხმობის გარეშე ქვეყანას მომავალი არ აქვს. აი ამიტომ ეხლა დააკვირდით პირველი პიროვნება, რომელიც მე წარმოგიდგინეთ დაკავშირებული იყო ესე იგი გამსახურდიასთან და ეროვნულ ხელისუფლებასთან. მეორე პიროვნება დღეს ძალიან ბევრი რამ ამ ხელისუფლების საკებრად თქვა,
მესამე პიროვნება ეს ძირითადად დღეს წარმოადგენს ოპოზიციას, ისიც საჩხერელია და ვთქვით პირდაპირ, რომ საჩხერიდან ორი ფიგურაა პოლიტიკაში, ერთი ძალიან მდიდარი და მეორე ძალიან ღარიბი, მაგრამ ვალერი გელბახიანი აზროვნებით არის მდიდარი, ძალიან საინტერესო და შეიძლება ის არ მოწონდეს, მე 1000 რამ მომისმენია, ჩემზეც, მასეც, სხვაზეც, მაგრამ ეხლა საერთოდ ასეთი ორიგინალური და არაორდინალური მოაზროვნე ადამიანების მიმართ არის ძალიან ბევრი რამ, რომელიც საერთოდ მიუღებელია, მაგრამ ამასაც უნდა შევხედოთ როგორც იტყვიან მოთმინებით და რეალურად ვიყუროთ წინ, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი ამ ქვეყანას არ აქვს. აი ჩვენ დღეს აი ერთ მონაკვეთში, ესეც მინდოდა რომ მეჩვენებინა, რომ შევძელით რომ როგორც ვთქვათ გამსახურდიას ხელისუფლების წარმომადგენელმა, სააკაშვილის და აღორძინების და ასლანაბაშიძის წარმომადგენელმა, ასევე ვთქვათ აი ამ ხელისუფლებასთან ამ ხელისუფლებისადმი გარკვეული პოზიტივით დაკავშირებულმა პიროვნებამ ჩვენ შევძელით ამ 4 კაცმა რომ ყოველგვარი ჭხუბის, ყვირილის და ყველაფრის გარეშე გვესაუბრა და გარკვეულწილად თანხმედრილია ჩვენი მოსაზრებები მომავალთან დაკავშირებით. გამოკვეთილად ითქვა ეს რომ ესე იგი ამ ქვეყანას არ აქვს მომავალი ეროვნული თანხმობის გარეშე. მე ამას აქვე მინდა ვთქვა რომ უაღრესად საინტერესო პიროვნებამ, რომელიც Facebook-ზე ასეა როგორც ნატალი კაპრიზი, რომელიც ლიტერატურული და სახელოვნებო სალონი აქვს შექმნილი საკუთარ სახლში, გაკეთებული ბრწყინვალედ, მაგრამ ბედნიერი რომ მომეცა საშუალება რომ აქ ყოფილიყავი ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეებთან ერთად. მე შევძელი რომ აი მიმეტანა იქ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა, გარკვეულწილად ის წარმოედგინა და ჩვენ ალბათ სპეციალური განხილვაც გვექნება სრულიად არაპოლიტიკურ სივრცეში. ჩვენ აი ყველა იქ 1000 ვინმეს მომხრე იყო მომხრე პიროვნება, იყო ერთ პიროვნება რომელიც თქვათ მხარდამჭერია დღესაც თქვათ მიხეილ სააკაშვილის, ის ვინც გამსახურდიასთან იყო დაკავშირებული, ანუ რეალურად ყველა პოლიტიკური გუნდის, რომელიც კი დამოუკიდებელი საქართველოში იყო, ესე იგი ყველა პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები იყვნენ ამ ინტელიგენციაშიც კი. და აი ამ შეხვედრაში სადღაც 16-17 პიროვნება ვიყავით, ნუ ალბათ ჯამში მოძრაობით თუ ვიტყვით წავიდა მოვიდა, ნუ დაახლოებით 20 კაცის ფარგლებში, ძირითადში ესენი პოეტები, კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები იყვნენ, როგორც გითხარით, და მე ვარ ბედნიერი რომ თქვათ ამ შემთხვევაში ჯერ ერთი რომ მიმიწვიეს პოლიტიკოსი და მეორე ის რომ მე შევძელი რომ აი რაღაც არნახული განწყობი თქვენ ნახეთ კომენტარები რომელიც დადეს მათ თვითონ ესე იგი აი ერთმა პიროვნებამ რომელიც მხარდამჭერი იყო ნუ სხვადასხვა მაგრამ მე პოზიციას არ მე ვამბობდი იმას რომ ეროვნული თანხმობის გარეშე და წარვადგინე კიდევაც ეს მოსაზრებები მინდა ვთქვა რომ აი ადამიანები ყველანი ამას იგებენ მე ვხედავ იმას რომ დანაშაულს ჩადიან საქართველოში ტელევიზიები დანაშაულს ჩადიან საინფორმაციო საშუალებები რომ არ გვაძლევენ საშუალებას მეცნიერთა კონგრესის ეს პროგრამები მივიტანოთ ხალხთან ამიტომ შეიქმნა ეს ესე იგი ამიტომ ვქნით ჩვენ თუნდაც ვირტუალური იყოს ეს ყოველთა ქართველთა მსოფლიო სათვისტომო რომ ჩვენ რეალურად შევძლოთ რომ ხალხში გავიტანოთ ეს პროგრამები და ვთქვი რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს რომ ამ პროგრამების ჯერ ერთი წარდგენა თავისთავად ფაქტი და მეორე ის რომ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ ალბათ ჩვენ მარტის თვეს ამ ორგანიზაციულ საკითხებს დაუთმობთ და რეალურად აპრილის თვეში რამდენიმე გადაცემა გაკეთდება, ხოლო 26 მაისისთვის ჩამოყალიბდება უკვე ის და ხმამაღლა ვიტყვით რომ რას ნიშნავს ეს ყოველთა ქართველთა სათვისტომო, თუმცა ის რაც ადრე გქონდა მიღებული გადაწყვეტილებები ჩვენ რომ საქართველოში ემიგრანტთა უფლებების დაცვის და უცხოეთში საქართველოში ემიგრანტთა ოჯახების და უცხოეთში ემიგრანტთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ლიგის შექმნა ეს არ დღის წესრიგიდან არ იხსნება ამ საქმეს სათავეში ძალიან ცნობილი და ესეთი მოღვაწე პიროვნება უდგას როგორც ქალბატონი ლუარა ნიჟერაძეა უამრავ ადამიანს აქვს პოზიტიური განწყობა ამის მიმართ მე დარწმუნებული ვარ რომ ეს გაგრძელდება ჩვენი კამათი დღეს ბატონ იგორ ჩხეიძესთან იყო იმაზე რომ ემიგრანტს ნუძახ უწოდებთ ამას ნუ ახლა ეს საერთაშორისო მიღებული ტერმინია გაეროს ტერმინია ჩვენ ამას ვერ შევცვლით მაგრამ მე მესმის მისი შინაგანად რომ ემიგრანტი რაღაც დაცილებას ნიშნავს თავისთან და რა სათვისტომო ვთქვათ რა თქმა უნდა სათვისტომო ვარ ჩვენ ყველანი ქვეყანაში ვინც ვართ და ქვეყნის გარეთ მაგრამ ის რომ ვთქვათ აი ამ შემთხვევაში მართლაც ადამიანებს რომლებიც ქვეყნის გარეთ ცხოვრობენ ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ იმ ქვეყნის ხელისუფლებებზე, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციაც მართალი იყოს და იქაური ხელისუფლებების პოზიციაც მართალი იყოს. არის ეს ძალიან დიდი გამოუყენებელი შესაძლებლობა, რომლის თაობაზეც ვფიქრობ ჩვენ და დღეს ძალიან სასიამოვნო ის იყო, რომ აი ვთქვა ჩვენ იმ მათემატიკურმა მოდელირებამ, რომელიც ბატონმა ალეკო ცინცაძემ და დღეს გავიხსენეთ ბატონი კაზანჯი, რომელიც მისი მოსწავლეა 23-24 წლის ბიჭი, რაღაც სასაული ისინია თქვენი ცით, რომ ამის თაობაზე არაერთხელ გვისაუბრია და შესაბამისად ბატონმა გიაკვაშილევამ კიდე როგორი მართლაც ერთიც მათემატიკოსია, გიაკვაშილევა მათემატიკოსია, ფიზიკა მათემატიკის სკოლა აქვს დამთავრებული და ტექნიკური მიმართულების და მათემატიკური აზროვნების პიროვნება არის ბატონი ალეკო ცინცაძე და მათ შეძლეს, რომლებსაც გარკვეული წინააღმდეგობა აქვთ ჰუმანიტარული დარგის წარმომადგენლებთან, იმიტომ რომ მათემატიკურად მოხდა სწორედ ძალიან ბევრი რამის ამოკითხვა და ესე იგი თქვენ წარმოიდგინოთ, რომ ქალდეველები, რომელიც თითქოს დასრულებული ეგონათ საქართველოში უკვე მე-9 საუკუნის ბოლოს მოდიან, მე-10 საუკუნეში ქალდეველთა წარმომადგენელია ეს გვარი, ბაგრატოვანთა გვარი და ბაგრატოვანთა გვარი მოდის, ხო ეს შემთხვევითი არ არის და ბაგრატოვანთა გვარი შემდგომ და დიდგორის ომით დავით აღმაშენებელი გადაარჩენს ევროპულ ცივილიზაციას. ყველაფერი აი ბუნების კანონები სიზუსტეებზია. ბუნების კანონები სწორედ მათემატიკასთან არის დაკავშირებული, გათვლებთან არის დაკავშირებული. ჩვენ დღეს ძალიან ბევრი რამ განვიხილეთ, თუნდაც დიდი მხატვრების ლეონარდო და ვინჩი და ვინც არ უნდა ვახსენოთ, ყველაფერი საოცარი გეომეტრია და არითმეტიკაა იქ. ისევე როგორც დავით აღმაშენებელს საათი რო ქონდა მოწყობილი, დავით აღმაშენებელი ზეცას აკვირდებოდა და მათემატიკური იყო ეს გაანგარიშებები, ისევე როგორც ვთქვათ უამრავი რამ, რომელიც პარალელებიც კი რომ გავავლეთ დღეს მაკედონელი, დავით აღმაშენებელი, პეტრე პირველი, რომ საოცარი პარალელებია და ეს გადაცემები დღეს გვიან ან ხვალ უკვე იქნება Facebook-ზე. ჩვენი დიდი სურვილია და ამით იმიტომ დავიწყე, რომ ჩვენ გელათის კონგრესს ვაგრძელებთ სწორედ ასეთი თემებით, რომ ჩვენ სრულყოფილება იყოს. არავითარი დაპირისპირება ამ ქვეყანაში საჭირო არ არის, სრულყოფილება იყოს. სათაური დღევანდელი გადაცემის თქვენ ძალიან კარგად ხედავთ როგორია იქ, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ესე იგი რომ დაპირისპირება ვიცხოვრობთ სიყალბესა და კორუფციაში და ეს აწყობთ დაპირისპირებულ მხარეებს და არა ხალხს. მე არ ვიცი ამას ვინ იზიარებს, ვინ არა, მაგრამ მე ოდნავ არ მეპარება ეჭვი იმაში, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ ერთობასთან არის დაკავშირებული, რომ დაპირისპირება დღეს აწყობთ სწორედ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც რეალურად გაკოტრებულები არიან, ეს ხელისუფლებაში იქნება თუ ხელისუფლების გარეთ და მათ ეს დაპირისპირება აწყობთ, იმიტომ რომ ოპოზიცია როგორც ეტყობა და ეს მასკის ანალიზებმა ძალიან კარგად წარმოადგინა, ძალიან დიდ თანხებს იღებს ქვეყნის გარედან. ქვეყანაში კიდე ამ პოლიტიკურ ძალებს ბიძინა ავანიშვილის ფული ძალიან კარგ იმათ აქვს და გამოვიდა რომ პოლიტიკა გახდა ბიზნესი. ეს არის ტრაგედია. ნებისმიერი ქვეყანა ინგრევა მაშინ, როდესაც პოლიტიკა იქცევა ბიზნესად. აქ ბიზნესმენის მონაწილეობა კი არ არის, ვთქვათ, იმდენად დამანგრეველი ქვეყნისთვის, როგორც ვთქვათ, პოლიტიკის ბიზნესად ქცევა. შეიძლება იყოს ბიზნესმენი და სუფთა პოლიტიკური პროცესი წაიყვანო, მაგრამ როდესაც ბიზნესმენიც ხარ და ამავე დროს პოლიტიკაც ბიზნესად აქციე, ეს დიდი უბედურებაა ქვეყნისთვის. ამიტომ ჩვენ ამ საკითხებზე დღეს ძალიან ბევრი ვისაუბრეთ და მომდენო პარასკევი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ვით უფრო მე ვთხოვე კიდევაც ბატონ ვალერის, რომ ბატონ ვალერი გელბახიანს, რომ ჩვენ მოგვეხმაროს ის, რომ პოლიტიკურ პარტიათა ძალიან დიდ საგრებულოსთან, ანუ გარკვეულ ჯგუფებთან აქვს მას ურთიერთობა და დაარწმუნოს ისინი იმაში, რომ 31 მარტის შეხვედრა ეს პრინციპულია, როდესაც მეცნიერები და პოლიტიკოსები უნდა დავსხდეთ და დავილაპარაკოთ ერთმანეთში გულახდილად პირდაპირ ვთქვათ და რაღაც პრინციპებზე ჩამოყალიბდეთ. ასე გაგრძელება არ შეიძლება. დაპირისპირება ეს არის დამანგრეველი და ვიმეორებ, დაპირისპირება დგას ფულზე. და ფული რომ არ იყოს ოპოზიციაში, ფული რომ არ იყოს ხელისუფლებაში, დაპირისპირება არ იქნება. დაპირისპირება არის ფულის გამო, ფულის განაწილების გამო. ეს არის ფულის პოლიტიკა. რეალობა არის ეგ. თანაც რევანშიზმია, ვინც ჩვენ დღეს ვთქვით გარკვევით და დიდი მადლობა რომ ვთქვათ, ყველა დაეთანხმა იმას, რომ
არ შეიძლება საქართველოში იყოს ხელისუფლება, ანუ უпроსტად საქართველოში უნდა მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, ხალხმა უნდა მოიყვანოს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის შიგნით თავისუფალი იქნება შურისძიებისგან და ქვეყნის გარეთ ვალდებულებებისგან. ეს უმნიშვნელოვანესი ფორმულაა მეცნიერთა კონგრესის ბატონებო. ქვეყნის შიგნით შურისძიებისგან უნდა იყოს თავისუფალი და ქვეყნის გარეთ ვალდებულებებისგან. 1992 წლის შემდგომ საქართველოში მხოლოდ ის პოლიტიკური ძალები არიან, რომლებიც ქვეყნის შიგნით რევანშიზმით და შურისძიებით არიან სავსე და რომ რევოლუციებით ხდება შურისძიების გამო და მე ხდება საუბარი რომ დავამარცხებე პროვინციული ესე იგი დიქტატურა, დავამარცხებე კორუფცია, ანუ ხელისუფლება, გამსახურდიას ხელისუფლება რომ დაამარცხა შევარდნაძის გუნდმა, ითქვა ასე რომ ჩვენ დავამარცხეთ პროვინციული ფაშიზმი. მოვიდა მერე და მიხეილ სააკაშვილმა რომ ვითომ დაამარცხა და სინამდვილეში აღმოჩნდა რომ ეს გააკეთა ყველაფერი ამერიკელებმა და ამერიკის განვითარების სააგენტომ დააფინანსა და ბიძინა ავანიშვილმა ამ ორმა პიროვნებამ დააფინანსა ის რევოლუცია. ამის შემდგომ მიხეილ სააკაშვილი ამბობდა რომ მან დაამარცხა დიქტატორი, ესე იგი შევარდნაძე ყოფილა დიქტატორი და შევარდნაძე ყოფილა კორუფციის მამამთავარი და ვითომ იმის შემდგომ ან ერთი ან ესე იგი რომელიმე დიქტატორი არ იყო. მე უფრო დიდი დიქტატორობა, რომელიც ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს და აქვს დღეს ბიძინა ავანიშვილს, მე ვერც კი წარმომიდგენია, იმიტომ რომ რეალურად მდიდარი მონების ხელშია საქართველო და მდიდარი მონა იქ ყველაზე საშიშია ნებისმიერი ქვეყნისთვის და როდესაც ვერავინ ხმას ვერ იღებს, მე ვერც კი არც კი მსმენია, ან იქნებ თქვენ მომეხმაროთ და მითხრათ რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მისი გუნდის რომელიმე წევრს ეთქვა, ბატონო მიშა, კარგია რასაც ვაკეთებთ, მაგრამ ხომ არ შეიძლებოდა რომ ცოტა ასეც გაგვეკეთებია. ამის თქმაც კი შეუძლებელი იყო. თუ ვინმე თქვენ მე მეტყვით რომ ოპოზიციაში ხელისუფლებაში დღეს არსებობს პიროვნება, რომელმაც ოდესმე ბიძინა ავანიშვილს უთხრა რომ ბატონო ბიძინა, კარგია, თქვენ ყველაფერი ხართ, აი ასენი, მაგრამ აი ეს ხომ არ ჯობდა რომ ასე გაგვეკეთებია. ეს აღარ არის უკვე სახელმწიფო, როდესაც თქვათ აი ქვეყნის შიგნით აი ასეთი მონური ფსიქოლოგიაა დამკვიდრებული. ხშირად ვამბობ და ხაზგასმით გავაკეთებ ამას, არა იმიტომ რომ უნდა ვიტრაბახო, არამედ უნდა ვთქვა ის რომ მე პრაქტიკულად არ არსებობს ამ ჩემი მერობისა და გუბერნატორობის პერიოდში რომ შევარდნაძე მექოს, მე ძალიან მძიმე გამოსვლები მქონდა, თავრობაში აქვს ყველა გამოსვლა ინტერნეტებში იყო და ვეძებთ კიდევაც და პირველ ახსია ყველაფერი, აი ვეუნები პირველ ახს, კარგი, ჩვენ არ გამოგვიყვანეთ, მაგრამ აი აჩვენეთ ერთი რომ აი სადმე თემურ შაშიაშვილი, რომელიც გუბერნატორი აქებს პრეზიდენტს, მე იმას ვეუბნებოდი რომ არ ვარ გასეთი პრეზიდენტობა, პრეზიდენტე თუ შეგიძლია კალში ხარ, კორუმპირებულთა კალში ხარ და უამრავი რამ რომ დარბაში 1000 ჯერ მithkomს და კიდე გამომეორებ 700 კაცი რომ იჯდა პრეზიდენტს მიმართავ სიტყვით რომ გამოვდივარ რომ დასვი ამ დარბაში წესიერი ხალხი, ანუ ეს ხალხი არ არის წესიერი თქო მე ვთხარი და დასვი წესიერი ხალხი და ამ დარბაში ქვეყანაში წესრიგი იქნება თქო და წამომიხდა ნახევარი დარბაზი ფეხზე შესვენების დროს კაცი არ მომეკარა, კეთროვანივით ვიყავი. ისინი დღეს ხელისუფლებებში არიან, გამოდიან ლაპარაკობენ, სინდის ნამუსი კარგი საქონელიაო, როგორც იტყვიან, მაგრამ დღეს ამაზე არ ვსაუბრობ ჩვენ. დღეს ამოცანა მდგომარეობს იმაში და ამ დღევანდელმა საუბარმა, ჩემმა შეხვედრებმა, აი ქუჩაშიც რომ 80%-ზე რო ვლაპარაკობ, მე მომხიბლული ვარ, როდესაც გავდივარ მათ მესაუბრები, ისინი ყველანი ეთანხმებიან იმ პრინციპებს, რომელზეც მე ვლაპარაკობ. აი აგერ გითხარით რომ აი სალონურ შეხვედრაზე პოეტები, მწერლები ქალბატონმა ნანა ცინცაძემ სასწაული ესე იგი ლექსები წაიკითხა და არა მარტო მან იქ ძალიან საინტერესო პოეტები იყვნენ, მაგრამ ქალბატონი ნანა მაინც ყველასგან პატივისცემით იქნა მიღებული და ყველას უნდოდა რომ რაც შეიძლება და ბევრინები ლექსი მას წაეკითხა. უბრალოდ აი ამ აუდიტორიამაც კი აჩვენა ის რომ ამ ქვეყანაში მოლაპარაკებას, დალაპარაკებას და ერთობას ალტერნატივა არა აქვს და ჩვენ თებს შევძრავთ, თებს აი რომ თქვათ შედგეს ჩვენთან ერთობა იმ პრინციპზე დაყრდნობით რომ თავარში ანუ სამშობლოსთან დამოკიდებულებაში ვიყოთ ერთნი, სადაოში ანუ პოლიტიკური ხედვით თავისუფალი, ვისაც როგორი უნდა პოლიტიკური ხედვა ის კონდეს, მაგრამ ყველაფერში იყოს სიყვარული, არა სიძულვილი, როგორც დღეს არის რომ მე თუ გავიმარჯვებ შენ ჩამოგახჭობ, მე თუ გავიმარჯვე შენ გაგასამართლებ. ეს უბრალოდ არის კატასტროფა, უბრალოდ ეს პოლიტიკის არცოდნა. ეს არის აი ვიმეორებ რომ
ესე იგი აი დაცილება ქვეყნის ცხოვრების დაცილება პოლიტიკიდან და ქუჩის საუბარში გადასვლა უკვე ქუჩა უფრო კულტურული იყო ჩვენთან ვიდრე დღეს პოლიტიკოსები პარლამენტებში საუბრობენ მე ბაღის კიდეს ვეძახდი ყველაზე დიდ პარლამენტს ქუთაისში იმიტომ რომ ძალიან ჭკვიანური და კარგი საუბარი იყო იქ და უამრავი ადგილებია ამასით ბუკიას ბაღში ვიყავი და შევხვდი ხალხს მე ესეთი ანალიზი რომელსაც იქ ვისმენდი და ვხედავდი პარლამენტში არ მომისმენია გარგახანია ასეთი უამრავი ადგილია თბილისში საქართველოში სხვაგან და სხვაგან ჩვენ ყველგან შევძლებთ ალბათ მივიდეთ დავილაპარაკოთ ამ ხალხს უბრალოდ ჩვენ კი არ ველაპარაკოთ მოვისმინოთ მათი ლაპარაკი და ჩვენ დავარიგოთ ეს აი როგორც მე შევძელი რომ აი ამ ხალხისთვის მიმეცეს ესე იგი ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა დიდი მადლობა ვინც მოდის ჩვენთან და მიაქვს ეს ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა ან პოულობს ამას მაშინ ხელობაში მაქვს ინტერნეტში და იყენებს ბევრმა გადაამრავლა კიდევა ზოგმა დაბეჭდა ძალიან კარგი ეს უამრავი რაოდენობა გქონდა ჩვენ 10000 წელი რომელიც დაუბეჭდეთ და ნუ ძალიან ცოტა დავჭა და ახალი ეს იქნება უკვე დასაბეჭდი ძალიან სერიოზული თუ თქვათ რაღაც ცვლილებებით შეიძლება დავჭირდეს და ამიტომ ვამბობ ამ იმას აი დავაკვირდეთ ახლა ჩვენი ძალიან სასიამოვნო იყო ის რომ აი ვალერი გელბახიანი შემოდის იმ პროცესში რომ აი თქვათ 31 მარტის აი ამ შეხვედრაში მან გარკვეული წილი შეიტანოს არა მარტო მან ერთი 10 კაციანი ჯგუფი იქნება და საზოგადოების წარმომადგენლები მოაწერენ ხელს მივიდნენ ყველა პარტიაში იქ შეხვედრა შედგება ყველა პარტიაში ბატონი ბესიკ ბოგველი ჩვენ ამის თაობაზე სამშაბათს მოვილაპარაკებთ და სამშაბათი კიდე მნიშვნელოვანი დღე იქნება ვიტყვი ამის თაობაზე და ამიტომ მინდა თანაც კარგია რომ სამშაბათის 3 მარტია დედის დღეა ხომ უნიასია და ამიტომ 3 მარტს სწორედ ამ იმას რომ გამოვიტანთ აი ამ განხილვისთვის აი ამ ხალხს რომელთა გარეშეც მოსახლეობის დიდ ნაწილს საქართველოს ხელისუფლება ვერ წარმოუდგენია აი ამას და კიდევ ვისაუბრებთ ამ საკითხებზე და ნუ ჩვენ ძალიან ბევრი ვთქვათ იურისტი ბატონი ნუ ამ შემთხვევაში ჩვენ როდესაც მქონდა საშუალება რომ ვიყავით როგორი პროფესიონალები იყვნენ როგორი პროფესიონალები ვთქვათ რომლებიც ტრიბუნასთან დადგნენ გელათში როგორი ნუ ჯერ ერთი არა მარტო იურისტია ლაპარაკი როგორი დოქტორი როგორი საინტერესო პიროვნება ნუ ისევია ვთქვათ იქეთ ფსიქოლოგი ეკონომისტი ყველა მიმართულების და ჩვენ სწორედ ყველა კუთხე-კუნჭულის წარმომადგენელი რაც მნიშვნელოვანია თავისთავად ერთად მგზავრობამ 60 კაცის იქეთ აქეთ ისე აი ამ ავტობუსით ძალიან დაგვაკავშირე ერთმანეთთან ყველას მიეცა საშუალება მოსაზრება ეთქვა და ნუ ახლა უკვე ძალიან გავმდიდრდით ჩვენ არა მარტო იმით რომ ადამიანები მოსაზრებებს გამოთქვამენ და ასახელებენ გვარებს რომელთა გარეშე ვერ წარმოუდგენიათ საქართველოს ხელისუფლება არამედ რეალურად ძალიან კარგი პროგრამული ესე იგი კონტურები იკვეთება ყველა მიმართულებით აქ არ არის ლაპარაკი მარტო განათლების ეკონომიკის და სოფლის თვალსაზრისით ყველა მიმართულებით აი რეალურია ის რომ ჩვენ თუ ყოველთა ქართულთა მსოფლიო სათვისტომოს ვთქვათ აი ამ თუნდაც ვირტუალური შექმნით ჩვენ შევძლებთ იმას რომ ძალიან კარგი კონტაქტი დამყარდეს ახლა მე ხშირი მაქვს საუბრები უამრავ აი ვთქვათ ვინც არის ჩვენ წარმომადგენლები საბერძნეთში ვინც არიან სასაულე პიროვნებები არიან და აი ასევე არის ვთქვათ იტალიაში ასევე არის ამერიკაში ასევე არის გერმანიაში ასევე არის ვთქვათ შვედეთში ყველგან აი სადაც კი საშუალება არის საბერძნეთში თურქეთში უამრავი საინტერესო პიროვნება არაერთი და ორი სათვისტომოა შექმნილი სათვისტომოს წევრები არიან შეიძლება არ იყოს გაერთიანებული მაგრამ ვირტუალური სათვისტომოში ჩვენ გვარით კი არ ფიქსირდება იქ ადამიანი ჩვენ ვირტუალური სათვისტომოს წევრი ვართ ყველანი ქართველები რომელსაც მიგვაჩნია რომ ქვეყანაში პროცესებზე უნდა იყოს ხალხის გავლენა ჩვენ ხშირად საუბრობთ აქაც მინდა თქვა გამოკვეთილად რომ არგენტინის პრეზიდენტის გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი ძალიან სერიოზულია მე ვცდილობ იმას რომ რაღაც ისინი ვთარგმნოთ და ქართულად ახლა ზოგი ინგლისურიდან ზოგი რუსულიდან როგორიც არის ოღონდ მისი გამოსვლებია უშუალო და ის ქართულად რომ ჩამოყალიბდეს რომ როგორც Facebook-ზე ასევე ტელევიზიით ვისაც ამის სურვილი ექნება ხშირად იყოს გადაცემული პიროვნება ამბობს იმას რომ მე ვარ პრეზიდენტი და ვარ იმისთვის რომ
სახელმწიფოს დაპირისპირება შევასუსტო კი არა პრაქტიკულად ნულთან დავიყვანო პიროვნებისადმი დაპირისპირება რომ სახელმწიფო აპარატი დაპირისპირებულია პიროვნებასთან რომ ეს ქვეყანა ანუ არგენტინა ეკუთვნის ხალხს და მე ხალხს უნდა დაუბრუნო თქვენ იცით რომ მეცნიერთა კონგრესი რამდენი ხანია საუბრობს იმას რომ პოლიტიკოსებმა წაართვეს ქვეყანა წაართვეს ხალხს და ამოცანა მდგომარეობს იმაში რომ პოლიტიკოსების მიერ წართმეული ქვეყანა დაუბრუნდეს ისევ ხალხს ხალხისთვის პოლიტიკოსების მიერ წართმეული ქვეყანა დაუბრუნდეს ისევ ხალხს ეს პირველად იდგა 2004 თუ 5 წელს და იმის შემდგომ მოდის როდესაც პრეზიდენტი იყო შევარდნაძე მე ტრიბუნიდან ვამბობდი ამას მაგრამ აქ ლაპარაკია თქვათ როდესაც აი სამეცნიერო ჯგუფებში მიიღო ამ ფორმულამ ხარდაჭერა ეს ძალიან სასიამოვნო და კარგია მე არ ვამბობ მარტო დღეს რომ ძალიან ბევრი ვინმეს უკვირს და ვინმეს გონია რომ ესე იგი იმდენად გახდა და აჩვენებს თავს რომ ბიძინავანიშვილის მხარდამჭერია სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს მე იმის თაობას როცა მე ვამბობ რომ სისტემური ცვლილებებია საჭირო ეს არ არის რომ დღეს ვამბობ ამას პირველად პარლამენტში აქვს ჩემი გამოსვლა ამას ხშირად ვამბობ მაგრამ კიდე ერთხელ და გამოკვეთილად ვიტყვი 1997 წლის 13 ივნისს ჩემი გამოსვლა პარლამენტში იყო ასეთ სათაურით საქართველოში სისტემაა კორუმპირებული და ნუ ვებძვით ადამიანებს ეხლა გაბედოს ვინმემ დღეს ხელისუფლების წარმომადგენელმა ასეთი მოხსენება გააკეთოს სადმე ეს იყო ბუნტი გამოიწვია ამან პარლამენტში წამოვიხდნენ იქ და მითხეს რომ როცა უთხარიო თქვენ შექმნით ეს სისტემა პარლამენტმა შექმნა ეს სისტემა კორუმპირებული და ამოცანა მდგომარეობს იმაში რომ თქვენვე უნდა შეცვალოთ ეს სისტემა მეთქი და საშინელი ამბავი დატრიალდა პარლამენტში და მომთხოვეს რომ და გავალთ ყველანი გარეთ თუ კონკრეტულ გვარებს არ იტყვით ვინ არის და უთხარი მე გეუბნებით რომ სისტემაა კორუმპირებული მეთქი მე ვთქვი რომ მოქალაქეთა კავშირია კორუმპირებული თქვენ წარმოგიდგენიათ რომ 97 წლის 13 ივნისს 6 წლის მერე მოხდა რევოლუცია ხო 2003 წელზია 97 წლის 13 ივნისს ტრიბუნასთან მდგომა გუბერნატორმა გაბედად კვეთქვა რომ საქართველოში სისტემაა კორუმპირებული და ეს კორუმპირებული სისტემა შექმნა პარლამენტმა და შექმნა მოქალაქეთა კავშირმა აი ეს ვინმეს თქვენ რო გონიათ რომ აი ვთქვათ ბიძინავანიშვილი ვინ არის იმ პოლიტიკოსებთან რომლებიც მინახავს მე პარლამენტში ბიძინავანიშვილი შეიძლება არის ძლიერი ბიზნესმენი ამას დადასტურება უნდა და მაგრამ ის რომ თქვათ პოლიტიკოსები ყავდა ქვეყანას და პირველი 92-95 წლების პარლამენტი ეს იყო ყველა პარტიის წარმომადგენლობა და ეს იყო მართლაც წარმომადგენლობითი პარტიული წარმომადგენლობითი ბედურება ის არის რომ 95 წლის არჩევნების შემდგომ მოდიან ეს ბიზნესმენები და ფულმა წაიღო უკვე ესე იგი პოლიტიკა ფულმა დაიმონა ხალხი და ფულმა შეცვალა ქვეყანაში მდგომარეობა ეს არ ვარგა ქვეყნისთვის არც ფულიანებს გელოდება თქვენ კარგი დრო იმიტომ რომ არც თქვენ არ ახართ თავისუფალი რა ქვეყანაა ეს სადაც ფულიანის და უფულოც ყველა ერთნაირად უბედურია ესე იგი მე არ ვიცი ამ ქვეყანაში ფულიანი რომელიც ბედნიერია მე არ ვიცი ამ ქვეყანაში აი ვთქვათ ვინმეს ფული რომ აქვს აი რაღაც ამ ფული ადამიანს უნდა აძლევდეს სიმშვიდეს ფული უნდა აძლევდეს ესე იგი თავისუფლებას ფულმა მონადაქცია ფულმა სიმშვიდე დაუკარგა ადამიანს რა ეს რა ფულია ბატონებო ეს როგორ შეიძლება ესეთი რამ ესე იგი ეს არის ფულის მონობის ქვეყანა ამიტომ ვამბობთ რომ ეს არის ფულისუფლების ქვეყანა მარტო ის კი არ არის რომ ფული წყვეტს ყველაფერს თუმცა ეს ასეა ფულისუფლების ქვეყანა არის ის რომ ნებისმიერი ადამიანი ფულის გამოა პოლიტიკაში ფულის გამო ხდება მონა რომ მეტი ფული იშოვოს და ეს მონა მე ყიდულობს ძალიან ამ უფულო ადამიანებს და ერთნაირად მონა ხდება უფულოც და ფულიანიც ფულიანიც მონა და უფულოც მონა ფულიანი არის უფრო დიდი ფულიანის და სათავეში გასulis მონა იგი მონაა ქვეყნის გარეთ ვიღაცის ანუ მონების ქვეყანაა ეს ხოლო ხალხი ძალიან ბევრი მე ყველას ვერ ვიტყვი ბედნიერება ამ ქვეყანაში რომ მაინც საქართველოა და კუჭზე არ გაიყიდა ბევრი ვინმე და ფულზე არ გაიყიდა ბევრი ვინმე ეს ხაზგასასმელია და ეს არის ჩვენი ღირსების საკითხი მაგრამ ძალიან ბევრი იმდენად დაამშიეს და დააუზდურეს ხალხი რომ ესე იგი ადვილად სამართავი გახადეს დღეს მოდით დაუბრუნდეთ იმ თავარ საკითხს და არ მინდა მე ჩემი თავარი გამოსვლა იყო დღეს მე თქვა რომ დღევანდელი სამი გამოსვლა
ბატონ იგორ ჩხეიძესთან, რომელიც დაკავშირებულია მსოფლიო სათვისტომოს შექმნასთან. მეორე, ბატონ მეცნიერების დოქტორ უაღრესად საინტერესო პიროვნებასთან, ბატონ ალეკო ცინცაძესთან, საქართველოს სულიერი მისია. და მესამე, რა ვქნათ, როგორ ვიმოქმედოთ და არის თუ არა გამოსავალი. და ბატონი ვალერი და ჩვენ შევთავაზეთ იმაზე, რომ ეროვნული თანხმობის პარლამენტშია გამოსავალი, დაპირისპირების დასრულებაშია გამოსავალი და მომდევნო პარასკევს ის წარმოადგენს თავის პროგრამულ ხედვას ამასთან დაკავშირებით და მეცნიერთა კონგრესი ჩვენ წარმოადგენს ჩვენს პროგრამულ ხედვას ამასთან დაკავშირებით. ძალიან სერიოზულად უნდა ვემზადოთ ჩვენ 20 ესე იგი მომდევნო პარასკევს, ნუ ეს იქნება ალბათ მნიშვნელოვანი ესე იგი ხელობაში მოხდა. კარგია რომ გაზაფხულზე ხდება, კარგია რომ მარტის დასაწყისში ხდება, კარგია რომ გაზაფხული მაინც სხვა რამეს ნიშნავს და ბედნიერია ეს ადამიანი, რომელშიც მუდმივი გაზაფხულია და სულით და არსებით და ცხოვრების წესით გაზაფხული უნდა იყოს. ყოველი ადამიანი, კაცია თუ ქალია, ნუ ქალი განსაკუთრებით ახლა მუხრან მაჭავარიანი როგორც ამბობს, მიყვარს ქალი მსგავსი გაზაფხულისო და ნუ ამიტომ კარგია ეს ახლა, როცა ასე იქნება ეს ყველაფერი, მაგრამ აი ვიმეორებ, რომ ჩვენ დღეს ძალიან კარგ რამეებთან მივდივართ და მინდა რომ ხელისუფლებაში ვიღაცას ნერვი შეუტოვდეს იმის გამო, რომ ბატონებო თქვენ ყველაზე მეტად გეკისრებათ პასუხისმგებლობა ქვეყანაში იმაზე, რომ დაპირისპირება. დაპირისპირების დროს მართალი არ არსებობს. დაპირისპირების დროს არსებობს თანხმობა. ხედავთ თქვენ ტრამპი რას აკეთებს დღეს. ხედავთ რომ ეს უკრაინის პრეზიდენტმა როგორ უბრალოდ უნდა გითხრათ რომ ვიღაცას ახლა მოიწონება რომ აი ესე დაელაპარაკა. ნუ ახლა თქვენ ნახეთ როგორ კულტურულად და როგორ იმით ვიცე-პრეზიდენტმა, ნუ პრეზიდენტმაც, მაგრამ ნუ ეს ესე იგი დარიგებული ვიღაც იმისგან რომ იცი რომ უკრაინელებმა რომ მოგიწონონ თქვენ, ამიტომ აუხტი ერთი იმას რა ქვია ტრამპს. არ ძვირი დაუჯდება, ყველას ძვირი დაუჯდება ვინმე წინაშე ახტომა დახტომა კი არ არის მთავარი, გონებით მართვა მთავარი. მე ძალიან ბევრი ვიცი რომელსაც მოეწონებოდეს ღმერთმა ხელი მოგიმართოთ თქვენ. ეხლა ეს არ ნიშნავს იმას რომ მე ვარ მართალი, მაგრამ თქვენ ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ღმერთმა გნას რომ თქვენ იყოთ მართალი. მე არ ვარ ასეთი პოლიტიკის მომხრე, მე აკადემიური პოლიტიკის მომხრე ვარ და აკადემიური პოლიტიკას საქართველოში სასწაულის მოხდენა შეუძლია. ამიტომ ჩვენი ამოცანა სწორედ მიდის იქეთკენ რომ ჩვენ ამ თანხმობის თაობაზე დღეს როცა საუბრობდით ყველასთან, პირად საუბრების დროს იყო თუ გადაცემის დროს ვამბობდი რომ ქვეყანა კრიზისში იყო ძირითადში მაშინ, როცა ქვეყნის შიგნით იყო დაპირისპირება. და ეს დაპირისპირება იყო მით უფრო ღრმა, რაც უფრო ღრმა ეს კრიზისი იყო მით უფრო ღრმა, რაც უფრო ღრმა იყო დაპირისპირება. როცა არსებობენ დაპირისპირებული მხარეები, საინტერესო ხდებით გარე ძალებისთვის, იმ ძალებისთვის, რომლებსაც უნდათ ქვეყნის კლანჭებში მოქცევა. ამიტომ როცა ორი დაპირისპირებული მხარეა, თუნდაც სამი, ერთი გარეძალა ჩაითრევს კლანჭებში, მეორეს მეორე, მესამეს მესამე. ეს ხდება საქართველოში 35 წელია. ჩვენ ვართ უცხო დამყრობლური ძალების კლანჭებში, არა სახელმწიფოების ძალების კლანჭებში ვართ. მაგრამ ეს ხდება რატო? შიგნით ვართ დაპირისპირებული. მაგრამ თუ ჩვენ შევძლებთ იმას, რომ შიგნით ერთმანეთთან დავილაპარაკოთ, გარე ძალები უკვე თავის სახლდანს თუ აქ რომძებნიან, ჩვენთან ექნება ძალიან კარგი და სწორი დამოკიდებულება. აი სწორედ დღეს დაპირისპირება, ამას ვეხვეწებოდით ჩვენ დღეს, ამას ვეხვეწებოდით პრეზიდენტს, ყოფილ პრეზიდენტს ქალბატონს, რომ არ იქცე მხარეთ, ერთი მაინც დარჩი, რომ მხარე არ იყო. ნუ დადგები ოპოზიციასთან, ნუ დადგები დადექი მეცნიერებასთან, დადექი ინტელიგენციასთან, გამოდი პლატფორმა იყოს ეს მეცნიერებისა და ინტელიგენციის თქვენი პრეზიდენტის ტრიბუნა იყოს პლატფორმა ამისთვის, არა, მანდამაინც დადგა იმაც საწინააღმდეგოდ, ესე იგი ხელისუფლების მოწინააღმდეგე ძალებთან. ამან ყველაფერი გადაწურა და დაპირისპირება გააღრმავა ქვეყანაში. ეხლა ვიღაცა იტყვის, რომ პრეზიდენტს აგრიდიგებ, მე პრეზიდენტს კი არ ვაგრიდიგებ, მოვლენა მოხდა ცუდი. რომელი ჯობდა ბატონებო, ეხლა ვიმეორებ, რომ შეეხვეწა მეცნიერთა კონგრესი, წერილიც დაუწერა, რომ აი ქალბატონო პრეზიდენტო, ნუ გახდები მხარე და ინტელიგენცია მეცნიერება თქვენ დაგიდგება გვერდით. თუ თქვენ მხარედ იქცევით მეცნიერებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლების გარიყვა მოხდება ამ პროცესიდან და ეს კარგი არ იქნება ქვეყნისთვის. არ მოხდა ეს ეხლა მე კი ბატონო, ეხლა ჩვენი პოზიცია ეს იყო, ვიმეორებ, თქვენ წარმოიდგინეთ რომ არა პარტიებთან მისულიყო, არამედ პრეზიდენტს მისი პრეზიდენტობის პერიოდში ეთქვა რომ მივდივარ მეცნიერებათა აკადემიაში. გამოვდივარ სიტყვით და მეცნიერებს მიმართავ და ვეუბნები რომ ბატონებო,
ჩვენი პროგრამა არის ერთობაზე ორიენტირებული. მოგეხმარეთ მეცნიერები, მოგეხმარეთ ინტელიგენცია, რომ როგორმე შევძლოთ ამ პოლიტიკური ძალების მოდრეკვა, რომ საჭირო არა იქეთ ბიზნიავანიშვილი, აქეთ სალომე ზურაბიშვილი ვითომ ერთმანეთისთვის უცნობები 4 წლის წინ ერთმანეთს აქებდნენ, ადიდებდნენ და ამის ღმერთებად ასახელებდნენ და აიხლა უკვე 4 წლის თავზე უკვე მოწინააღმდეგენი და ჩვენ ვამბობთ რომ ბიზნიავანიშვილია მართალი. მე არ ამირჩევია არც მარგველაშვილი და მე არ ამირჩევია არც სალომე ზურაბიშვილი და უამრავი ადამიანი ამბობდა მაშინ რომ არც მარგველაშვილის არჩევა შეიძლება და არც ზურაბიშვილის არჩევა არ შეიძლება თქო. დღეს მე რომ საუბრობდი და ვამბობდი რამდენიმე გვარს თუნდაც ავასახელე ბატონმა ვალერი გელბახიანმა გამოკვეთილად და იმით თქვა რომ აი ამ შემთხვევაში მართლაც ლადო ჭანტურია მიუხედავად იმისა რომ ოპოზიციაში მის სახელის გაგონება არ უნდათო აი ლადო ჭანტურია იქნება ძალიან კარგი კანდიდატურა აი ხო ხედავთ არის საშუალებები ნაცვლად იმისა რომ ეს საშუალებები მოძებნილიყო მეცნიერთა კონგრესმა ხომ ურჩია ბიძინევანიშვილს რომ ყავს აგერ პიროვნება გერმანიაში დიდი ავტორიტეტით საერთაშორისო ავტორიტეტით რომ ევროპის სასამართლოშია ძალიან მაღალი თანამდებობა მიცეს ყველაფერი და მოდით ეს იყოს პრეზიდენტი არა მარგველაშვილი არა ის ანუ ეხლა ჩვენ ვარ დამნაშავე კიდევ ერთხელ ვამბობ ყველა ვინც გვეკამათეთ კი ბატონო რო არ გიყვართ თემურ შაშიაშვილი მე ამის გამო არ გედავებით თქვენ ხა თქვენი ყველა ადამიანი თავისუფალია მის გადაწყვეტილებაში და ნუ გიყვართ მაგრამ ლაპარაკი არის იმაზე რომ მოდი დღეს მაინც შევხედოთ სწორად რომ მეცნიერთა კონგრესი ამბობდა სწორ საკადრო პოლიტიკას თუ ბიძინავანიშვილმა განახორციელა სწორი საკადრო პოლიტიკა ბიძინავანიშვილმა უარყო ესე იგი ჩვენი კანდიდატურები თავის დროზე 12-13 წლის წინ ჩვენ მინდია უგრეხელიძესაც კი ვეუბნებოდით რომ რადგან ფიგურალური ეს არის ენციკლოპედიური განათლების მქონე პიროვნება, რომელსაც უდიდესი ავტორიტეტი აქვს აიგერ საერთაშორისო იმაში და დავასახელეთ ორი კანდიდატურა. მინდია უგრეხელიძე თუ გინდათ უფროსი თაობიდან და თუ გინდათ უფრო ახალგაზრდა ეხლა ვიმეორებ 12-13 წლის წინ ხო? აგერ ლადო ჭანტურია. ერთიც მეორეც უარყვეს. წამოვიდნენ ამ გზით. ეხლა ერთმანეთში რომ ჩხუბობთ, მე გამორიცხულად ვთვლი, რომ ოდნავ ისეთი რამიჯები გადაედგა ლადო ჭანტურიას, რომ ვინმეს ამ ფეხქვეშ გაგებოდა, ან კიდე ვინმეს დაპირისპირებოდა. აი სწორედ ეს არის დიდი ხელოვნება პოლიტიკაში, რომ დაპირისპირება არ არის პოლიტიკა, არც ფეხქვეშ გაგება არ არის პოლიტიკა. პოლიტიკა არის ხალხთან კავშირი. პოლიტიკა არის, როდესაც შენი ესმის, შენი პროგრამა ესმის ხალხს და ნებისმიერ პარტიას და ნებისმიერ პოლიტიკოს ეშინია შენი იმიტომ, რომ შენ გაქვს ისეთი პროგრამა, რომელსაც ხალხი უჭერს მხარს. რატო ეშინიათ მეცნიერთა კონგრესის? რატო არ აძლევენ ტელევიზიებს? იმიტომ რომ ძალიან კარგად ხედავს ბიძინავანიშვილი და ოცნება და ძალიან კარგად ხედავდა ნაციონალური მოძრაობა და ძალიან კარგად ხედავს დღეს ოპოზიცია, რომ თუ მეცნიერთა კონგრესს მიეცა ტრიბუნა და ტელევიზიებში მიეცა საშუალება რომ გამოვიდეს, ეს ჩათვალეთ იმას, რომ აბსოლუტურად 80% მეცნიერთა კონგრესის პროგრამებს დაუდგება გვერდით. ამიტომ ამის ეს არ აწყობთ. ამიტომ აწყობთ რა? აწყობთ ის, რომ ქვეყანა მიცხოვროს სიყალბეში და ქვეყანა მიცხოვროს კორუფციაში. უდიდესი კორუფცია, უდიდესი სიყალბეა ქვეყანაში. ეს უნდა დასრულდეს. ხვალ გაზაფხული იწყება. 1 მარტია. არ მინდა გაგრძელდეს ეს გადაცემა და მინდა დავამთავრო იმით, რომ მინდა რომ აი გამოზაფხულდეს საქართველოში პოლიტიკაში გამოზაფხულდეს, ადამიანთა გულებში გამოზაფხულდეს. ჩვენ არა გვაქვს, არ ვარ ჩვენ ის ქვეყანა, რომ ასე უნდა ვებრძოლოთ ერთმანეთს. არ ვარ ჩვენ ის ქვეყანა, რომელსაც აი ასე უნდა ვლანძღოთ და ვაგინოთ ერთმანეთი. ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რომ ასე უნდა ვიყოთ დაპირისპირებული. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე რო ვიყო დაპირისპირებული, ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილთან, ეს შეიძლება მე არ გავაკეთებ, მაგრამ დასაშვებია, იმიტომ რომ არასდროს არ ყოფილვარ მასთან, არასდროს მეხვეწებოდა პრეზიდენტი, მეხვეწებოდა ყველა არ ყოფილვარ. ესე იგი 2010 წლამდე ბიძინა ივანიშვილმა, ესე იგი 12-13 წლის განმავლობაში 2000 წლიდან მოყოლებული აფინანსა, გვერდით ედგა, ყველაფერი გაუკეთა. კი მაგრამ არ იცოდით რომ ასე იყო, ნუ კაი ყველაფერს თავი დავანებოთ. უამრავი ადამიანი ლაპარაკობდა და მე არ მინდა ახლა ჩემზე ვისაუბრო და ჩემს გამოსვლებზე უამრავი ადამიანი ამბობდა რომ არ შეიძლება ხელისუფლების სათავეებთან ამ ხალხის მისვლა, იმიტომ რომ თავის თავსაც დაღუპავენ, ქვეყანას დაღუპავენ თქო. როცა ამას ამბობდნენ მეცნიერები, ჭკვიანი და მოაზროვნე ადამიანები, თქვენ აფინანსებდით. როცა მე გეუბნებოდი რომ ამ პრეზიდენტს ნუ ირჩევთ მარგველაშვილს, თქვენ ამბობდით რომ თუ ამას არ აირჩევთ, მე წავალ ქვეყნიდან და გვაშინებდი.
მე ამბობდი თუ არა ირჩევთ იმას სალომე ზურაბიშვილს აი ეს იქნება კი მაგრამ ერთზე ამბობთ რომ შეცდით მეორეზე ამბობთ რომ შეცდით მესამე ამბობთ რომ შეცდით არ შემცდა რა არც ერთში მეცნიერთა კონგრესი და თქვა რომ ასე აჯობებს და ჩვენ ვარ დამნაშავე ნაცვლად იმისა რომ ითქვას ის რომ ბატონებო ჩვენ ხوار გთხოვთ რომ ვინმე აღიაროთ რომ აი თქვენ მეცნიერთა კონგრესი სწორი გამოდით ჩვენ შევცდით არა ბატონებო ნუ ხართ დაპირისპირებული ნუ უკეთებთ იგნორირებას მეცნიერთა კონგრესს მე ხმამაღლა და პირდაპირ ვამბობ დასრულდება ქვეყანაში ოცნებაც დასრულდება ქვეყანაში ნაციონალური მოძრაობაც მეცნიერთა კონგრესს და მის პროგრამებს ოქონდეს ტრიბუნა და ტელევიზიები თუ თქვენ ხართ ქართული ტელევიზიები გაზეთები თუ თქვენ ხართ ქართული გაზეთები თუ თქვენ ხართ საქართველოში დარჩით კიდე ეროვნული ჟურნალისტები გააკეთეთ ის რომ მეცნიერთა კონგრესის პროგრამები გამოვიდეს და ხალხი გაეცნოს ამას მე გარწმუნებ თქვენ გადარჩება ივანიშვილიც გადარჩება ოცნებაც გადარჩება ყველა პოლიტიკური ძალა და გადარჩება ხალხი და ქვეყანა იქნება ბედნიერებით სავსე ეს პროგრამებია მეცნიერთა კონგრესში და მე ვარ ძალიან მაყოფილი იმით რომ ეს შეძლეს მეცნიერება ამის გაკეთება ჩვენ სწორედ აი ამ სათვისტომო შექმნით და იმით რასაც ვაპირებთ ხალხში გასვით ყველაფერს ვაპირებთ თუ ხალხს უთხრათ ჩვენ არ ვებძვით არც ერთ პარტიას 31 რიცხვამდე ყველას ვეუბნებით აი ვინც უსმენ დღეს თქვენ გეუბნებით აი ეგ პირველი არის ბატონი დათო რომელსაც ძალიან კარგი ხედვები აქვს და ნუ ხშირად კამათობთ რაღაცებზე მაგრამ ვეუბნები მასაც და გეუბნებით ყველას რომ ვისაც კი ისნობთ პოლიტიკურ ძალას დიდ თუ პატარას ყველას უთხარეთ რომ 31 მარტი შეხვედრა 31 მარტი დიდი დღე რეფერენდუმის დღე საქართველოს ერთიანობის დღე და 31 მარტი პირველი მრავალპარტიული უზენაესი საბჭოს მიერ ეროვნული უზენაესი საბჭოს მიერ ჩატარებული არჩევნები ერთიანი სით ადგილობრივი არჩევნები აი ამ დღეს სწორედ აი ვიკრიბებით ეს სანიშანსვეტო დღეა ვიკრიბებით და ყველას ვეუბნებით ჩვენ არ გვინდა 1000 კაციანი შეხვედრები 1000 კაციანი შეხვედრები არის ბელადების მოგონილი ჩვენ ვლაპარაკობთ იმას რომ და ბელადი ეგრეთ წოდებული თუ რომ ბელად სად არის ან ვის ჭირდება დღეს ბელადი ამ საუკუნეში რა დროს ბელადზეა ლაპარაკი დღეს ამ საუკუნეში ერთი მეფე არსებობს ეს არის განათლება განათლებული ადამიანი მეფეა გაუნათლებელი ადამიანი მონაა ჩვენ უნდა ვიყოთ მეფეთა ქვეყანა ანუ განათლებული ადამიანთა ქვეყანა ჩვენ ყველას ვეუბნებით რომ 31 მარტი ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის აგურამო ვიკრიბებით პარტიები მეცნიერები 1-20-30 მეცნიერი ჩვენ შევთანხმდებით ვინ იქნება ესენი გამოვაცხადებთ წინასწარ ვინ იქნებიან ახლა 500 მეცნიერია ჩვენთან ან მაშინ და ყველანი ვერ ვიქნებით ჩვენ დიდი სიამოვნებით გთხოვთ რომ მეცნიერებათა აკადემიას ხვებით თუ მიიღებენ ამ წინააღმდეგობას ჩვენ შევეცდებით იმას რომ ასეთი დიდი შეხვედრა შედგეს ჩვენ შევთავაზებთ გარკვეულ დღის წესრიგს და მე ვეთქვით რომ ეხლა რამდენი პარტიაც ხართ ჩვენ ხო შემოგთავაზეთ ეს დღის წესრიგი გამოთქვით მოსაზრებები და ეხლა მე ყველას გექნებათ ერთი დღე და თქვენი დღის წესრიგი შემოგთავაზეთ რა საკითხის გინდათ და მოდით როგორმე ჩვენ ვაჩვენოთ ვინ ვარ ჩვენ ყველა პარტიამ აჩვენოს ვინ არის ეს პარტია რა პლატფორმა აქვს რა ხედვა აქვს რა მსოფლმხედველობა აქვს რა ფილოსოფიის პარტიაა ხომ არ შეიძლება რომ მეზობლების მეგობრების ახლობლების მაკაცების და იმისი იმერლების აჭველების თუ იმისი აჭარლების რაღაც პარტიები არსებობდნენ ქვეყანაში ხომ არ შეიძლება რომ ასე ვიყოთ ან კიდე სპორტსმენების გაერთიანებები პარტიებთან რაღაც დააშიანონ ხომ არ შეიძლება ეგრე რომ იყოს აი ეს არის თქვა ის რაზეც დღეს მინდოდა რომ მეთქვა ჩვენ ნახეთ Facebook-ზე სათაური როცა გამოვაქვეყნეთ ვებრძოლოთ მიზეზებს და არა შედეგს პრობლემა ვაქციოთ განვითარების შესაძლებლობად ჩვენ პარტიებს ამ სათაურით ხვდებით 31 მარტს პარტიებს ვეუბნებით ვებრძოლოთ მიზეზებს და არა შედეგებს ხელისუფლებას გეუბნებით წინა ხელისუფლებებს გეუბნებით მოკავშირს აღორძინებას ნაცმოძრაობას ოცნებას ყველას გეუბნებით თქვენ ყველანი ებრძვით შედეგებს ბრძოლა არის საჭირო მიზეზებთან ვიდრე ჩვენ არ გადავალთ მიზეზების წინააღმდეგ რატომ ხდება ეს აი ესაა მთავარი რატომ ხდება რატომ ამაზე არავინ არ ამბობს მაგრამ ლაპარაკობთ იმაზე რომ ცხოვრობ ცუდად ამას რა თუნდა პოლიტიკოსი ყველა ხედავს საკუთარ ოჯახში როგორ ცხოვრობს და ყველა ხედავს იმას რომ 30 წლის განმავლობაში კი არა არგენტინამ 2 წელიწადში რა შედეგებს მიაღწია ისლანდიამ რამდენიმე წელიწადში რა შედეგებს მიაღწია იაპონიამ
შეუძლებელი შეძლო გერმანიამ შეუძლებელი შეძლო მოკლე პერიოდში დაქცეულმა ქვეყანამ კორეამ ორი კორეაა და სამხრეთ კორეამ შეუძლებელი შეძლო მოკლე პერიოდში კი მაგრამ როგორ მოხდა ის თქვა საქართველოში რომ ასეთი ბევრი რამ გაკეთებულა კარგი როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი ჩვენ ამაზე გვჭირდება დაფიქრება არავითარი პრობლემა ამ ქვეყანას არ აქვს ხელისუფლება არ არის ასაკი ხელისუფლება არის აზროვნება და აი სასაცილოა ეს ყველაფერი როდესაც ვამბობთ რომ ზოგიერთს მიაჩნია რომ მხოლოდ გამოცდილი ადამიანები და ძველი თაობის ზოგიერთი ახალგაზრდა ხელისუფლებაში უნდა იყვნენ მოაზროვნე ადამიანები და ხელისუფლებას არ აქვს ასაკი ხელისუფლება არის აზროვნება კაზანჯი 23 წლის ბიჭია რომელიც ჩვენ შევიყვანეთ იმაში რომ აი მიგვაჩნდა რომ ასეთი კაცი უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაში მაგრამ იქვე თქვით რომ ეს 90 წლის არის მაგრამ ეს კაციც უნდა იყოს აი ეს არის ყველა თაობას ყველა სოციალურ გუნდს ყველა პოლიტიკურ გუნდს წარმომადგენელი უნდა ყავდეს მე ჩვენ ახლა რომ ვაანალიზებთ აი სამშაბათს რომ გამოქვეყნდება როცა მიმართეთ ჩვენ მესტიართა კონგრესმა ქართული ერთობის დარბაზმა მიმართა საზოგადოებას და უთხრა დაასახელეთ ის ხალხი რომელთა გარეშეც ვერ წარმოგიდგენიათ საქართველოს ხელისუფლება აი პირველი სიები რომელიც არის გამოქვეყნდება სწორედ სამშაბათს 3 რიცხვია კარგია რომ დედის დღეა და დედაშვილობით სავსე ხალხი მგონია მე ისინი მის დასახელებულია დედაშვილობის მადლით სავსე ხალხი მგონია და მინდა რომ ასე იყოს და დედა სამშობლოსთვის იყოს ეს ხალხი და დედა სამშობლოსთვის ვიყოთ გაზაფხული დგება მურმან ლებანიძის ლექსიც კარგი იქნება რომ გავიხსენოთ მაგრამ ლექსები არ გვინდა გაზაფხული დგება და გამოვაზაფხულოთ საკუთარ გულებშიც გაზაფხული დავაყენოთ ქვეყანაშიც და ვიფიქროთ ერთობაზე და არა დაპირისპირებაზე ხელისუფლებას ყველაზე მეტად ეკისრება პასუხისგებლობა რომ შეკრას ქვეყანა გულწრფელად გეუბნებით რომ ეს ძალიან ადვილია დღეს ოღონდ არ უნდა იყო ბოღმა არ უნდა იყო რევანშისტი და არ უნდა იყო აი იმით სავსე რომ აი ვიღაცას რაღაცა გაუკეთო უნდა იყო სავსე იმით რომ ქვეყანას კარგი გაუკეთო შურის ძიებით თუ ხარ სავსე შენ უკვე დამთავრებული ხარ ამ ქვეყნისთვის რევანშისტი თუ ხარ დამთავრებული ხარ ამ ქვეყნისთვის ქვეყნის შიგნით თავისუფალი უნდა იყოს შურის ძიებისგან და ქვეყნის გარეთ ვალდებულებებისგან აი პოლიტიკოსი აი პოლიტიკური ძალა აი ეს უნდა შევქნათ ჩვენ ყველამ ერთად ამიტომ გჭირდება სოფლიოსათვის თომოც ამიტომ შეგჭირდება 31 მარტის შეგრებაც და ამიტომ გვინდა მომდევნო პარასკევის კამათი რას ნიშნავს ეროვნული თანხმობის პარლამენტი მაგრად ვიყოთ ძლიერად ვიყოთ გილოცავთ გაზაფხულის დაწყებას